მოგესალმებით ყველას, რადიო მსმენელებო, Facebook და YouTube და ასევე TikTok მაყურებლებო. თუ ახლა გზაში ხართ, სახლში ბრუნდებით, ან უბრალოდ ლაივს უყურებთ, ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენთან ერთად გაატარებთ ძალიან საინტერესო 30 წუთს. მოკლედ საინტერესო თემა გვაქვს დღეს, რომელიც შეეხება აბსოლუტურად თითოეულ, ასე ვთქვათ, ჩვენ მოქალაქეს. დღეს ჩვენ შესახებ ფაქტიურად იციან ყველაფერი. სად ყიდულობთ, რას ყიდულობთ, სად უყურებთ, ვის უყურებთ და ასე შემდეგ, ხო? და პრინციპში ყველაზე მთავარი აქ არის ის, რომ ჩვენ და საინტერესო ჩვენ ამ მონაცემებს ძალიან მარტივად, ასე ვთქვათ, ჩვენთან ვაზიარებთ, ხო? და რაც ყველაზე საინტერესოა ამ შემთხვევაში, სხვათა შორის ახლა დიდეულ თქვენთაგანს დიდი ალბათობით აქვს ტელეფონში რამოდენიმე აპლიკაცია გააქტიურებული, რომელმაც ზუსტად იცის ახლა თქვენი ახლანდელი ადგილმდებარეობა, მარშრუტი და დიდი ალბათობით საბოლოო დანიშნულების ადგილიც კი ცნობილია. მოკლედ ასევე ესეთი ამბავია, ხო, ძალიან მარტივია ეს პროცედურა, ერთი კლიკია საკმარისი, ერთი ექსეპტი და ჩვენი მონაცემების მოგზაურობა იწყება, ხო? მოკლედ დღეს იწყება Business Space-ი, ეს არის რეალურად საქმიანი პოდკასტი, სადაც ვისაუბრებთ სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, ვისაუბრებთ ბიზნესზე, ისე როგორც არის სინამდვილეში, ხო? მოკლედ მოვიდა დრო, რომ წარვადგინო ჩვენი სტუმრები. ჩემთან ერთად არიან DPT Consulting-ის წარმომადგენლები, ორიოდე სიტყვით გაგაცნობ DPT Consulting-ს, ეს არის კომპანია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში რეალურად ზრუნავს ორგანიზაციების როგორც სამართლებრივ, ისე რეგულაციურ, ასე ვთქვათ, პროცესების მართვაზე, გამართვაზე და მუშაობს მოკლედ ამ მიმართულებით. ჯონი ჩონიაძე, DPT Consulting-ის დამფუძნებელი და თეო ჭაპოძე. მონაცემთა დაცვის კონსულტანტი არიან, მოკლედ ჩვენთან ერთად. მეგობრებო, მინდა ესეთი პირველში მოგესალმებით და რაღაც დებიუტი გვაქვს და ალბათ იმედი გვაქვს, რომ წარმატებული პროექტი იქნება ჩვენთვის. მინდა ესეთი საკითხი დავიწყო, ხო? და პრინციპში პატარა ინტერაქციისთვის მინდა დავსვა ეს კითხვა ჩვენი მაყურებლებისთვისაც, ხო? როდის წაიკითხეთ, ან საერთოდ წაგიკითხავთ თუ არა, ბოლომდე privacy policy, ხო? და მეგობრებო, თქვენი გამოცდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. ეს მომხმარებლები ყოველ შემთხვევაში კითხულობენ ამ პირობებს თუ ესე ბრმად ადასტურებენ და არც კი იციან, რას ადასტურებენ. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით მსმენელს, მაყურებელს. ჯონი ჩონიაძე გახლავართ, როგორც უკვე აღნიშნა სერგომ. დაახლოებით 2 წელია უკვე, დაახლოებით არა, 2 წელი და კიდევ რამდენიმე დღეა რა ჩვენი კომპანია არსებობს და ყოველდღიურ რეჟიმში მართლა ვცდილობთ, რომ მონაცემები დავიცვათ, დავეხმაროთ კომპანიებს და დავეხმაროთ, რა თქმა უნდა, ადამიანებს, რომ ამ მიზანს მიაღწიონ. კითხულობენ თუ არა კონფიდენციალურობის შეტყობინებას, იგივე privacy policy-ს, მოდი გავმიჯნოთ ჯერ ორი სხვადასხვა რაღაც არის პოლიტიკა და შეტყობინება. როდესაც პოლიტიკაზეა საუბარი, ეს არის წესები კომპანიისთვის, როგორ იცავს მონაცემებს. და არის კიდევ კონფიდენციალურობის შეტყობინება, რომელიც მე თქვენ და მოქალაქეებს მიემართება და იქ წერია იმ დოკუმენტში უნდა ეწეროს ყოველ შემთხვევაში კომპანია როგორ ექცევა ჩვენ მონაცემებს. ჩვენ ძალიან ხშირად ვკითხულობთ ხოლმე წერთ კიდევაც გაგიკვირდებათ, მაგრამ ხო გეტყვით ხა მოქალაქე ამას კითხულობს მაშინ როდესაც ჭირდება ეს. ანუ როცა მას დაჭირდება, მაშინ ცდილობს რომ მოიპოვოს ინფორმაცია, მაგრამ ჰოი საოცრებაა ესეთი რაღაცას ხშირად ვერ ნახულობს ხოლმე. ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგალითად მე ბოლოს დამჭირდა მოდი არ დავასახელებ ერთ-ერთ საჯარო სამსახურია, რომელსაც ჩვენი მანქანები მიიღავს ხოლმე აქეთ-იქით. ხო, ვერ ვიპოვე სამწუხაროდ ეს კონფიდენციალურობის შეტყობინება, თუმცა ჩემთვის ახლა როგორც ამ სფეროში მოღვაწე პირისთვის ძალიან ცხადი არის რა შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში შეიძლება ეს ჩემთვისაც არ იყოს ცხადი და ბევრი არის ესე დასახელებას არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ მე მინდა ხაზი გაუსვა იმ საკითხს თუ რა უნდა მოვძებნო მე იმ დოკუმენტში რა. არის კომპანიები, რომლებთაც ეს დოკუმენტი აქვთ, თუმცა ეს არის შაბლონური არაფრის მომცემი არ არის საერთოდ. Privacy policy ან notice ქვია, განთავსებულია ვებსაიტზე, შევდივარ და არაფერს არ მაძლევს საერთოდ. ზოგადად მეუბნება, რომ თქვენ მონაცემებს ვინახავთ მანამდე, სანამ ჩვენ ეს გვჭირდება და ღმერთმა უწყის რამდენი ხანი ჭირდება, რატო ჭირდება და სად მიდის. და ამ დოკუმენტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის რა, რომ
შენ როცა როგორც კომპანია წერ კონფიდენციალურობის შეტყობინებას ათავსებ შენ ვებსაიტზე თუ რაღაც ფორმით აწვდი მომხმარებელს, იქ უნდა უთხრა მათ შორის ჩემი როგორც მომხმარებლის კლიენტის მონაცემები, ფიზიკური პირის მონაცემები, შენი კომპანიის გარდა სხვაგანაც თუ მიდის, სხვა არხებსაც თუ იყენებ, არ ვიცი, სადღაც რომელიღაც აპლიკაციაში დავრეგისტრირდი და შენ იყენებ cloud-ს, შუაში ყავს ვიღაც სერვისის მომწოდებელი, რომელიც გეხმარება, ანუ ეს უნდა აჩვენო მომხმარებელს რა და სხვათა შორის ვემზადებოდი. ეკო ესეთი შემთხვევა დაფიქსირდა 2018 წელს ესეთი აპლიკაცია იყო თუ სახელი არის სახელი არ მეშლება Strava, რომელიც ტრეკერი იყო აქტივობების, სპორტული აქტივობების, რამდენს დარბოდი, რამდენს ცურავდი, რამდენს რაღაც დარბაში ატარებდი დროს და Strava-ში დაფიქსირდა ესეთი უცნაური აქტივობები, რომ ნაკადები შემოდიოდა აი ხაც ხელწერტილს სადაც არის ხო ერაყი ავღანეთის ტერიტორიიდან და იქ აფიქსირებდა აქტივობებს. ნუ იდეაში იქ არ უნდა ყოფილიყვნენ ადამიანები, ვისთვისაც ეს ტრეკერი იყო გათვლილი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ამერიკელი ჯარისკაცებს ჰქონდათ შეძენილი ეს აპლიკაცია და მოწყობილობები და მათი აქტივობები ფიქსირდებოდა იქ და შესაბამისად ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია, მათ შორის შეიძლება საიდუმლო სამხედრო ბაზების შესახებ. ამიტომ რა მნიშვნელობა აქვს და წეგან ახსენე რომ ერთი კლიკი საჭიროა და ყველაფერი გამოჩნდება ეს განსორია შენ ხა მასშტაბურობას აჩვენებ ხო ამერიკელი ჟურნალისტი იყო New York Times-ის 2019-ში ატარებდა კვლევას რამდენად მიკვლევადი იყო მისი მონაცემები რამდენიმე Kashmir Hill იყო ამ ქალბატონის არის ამ ქალბატონის სახელი და გვარი რამდენიმე აპლიკაცია გადმოწერა iPhone-ში iPhone სარგებლობდა მაშინ შეიძლება ეხლაც არ ვიცი ყოველ შემთხვევაში iPhone-ზე ჩაატარა ეს ექსპერიმენტი ჟურნალისტური გამოძიება იყო და ამ აპლიკაციების მომწოდებლებს მათ შორის თხოვეს მონაცემთა ბაზებზე წვდომა იმის დასაიდენტიფიცირებდა თუ რამდენად მიიღებდა ინფორმაციას ან რამდენად დააფიქსირებდა ინფორმაციას ადამიანის შესახებ და მოკლედ დადგინდა ამ გამოძიებით დაადგინა აბსოლუტური სიზუსტით წამების დროის ადგილის სიზუსტით სრულად იყო ასახული ამ ქალბატონის გადაადგილების მარშრუტი, სახლის სამსახური ობიექტები, სადაც მიდიოდა. ხო, რას თავშივე ვახსენეთ და მნიშვნელოვანი რატომ არის, იცით, ანუ მათ შორის მნიშვნელოვანია ცნობიერება საზოგადოებაში და პასუხისმგებლობა კომპანიებში, რომ მე შეიძლება ისეთი პროდუქტი შევქმნა საერთოდ არ მქონდეს მოლოდინი, რომ რაღაც უარყოფით შედეგებზე გამიყვანს. და ეგეთი უარყოფით შედეგი ქონდა, მსგავსი უარყოფით შედეგი ქონდა ერთ-ერთი ამერიკული სუპერმარკეტების ქსელი იყო და ამერიკაში ძალიან არის განვითარებული მომხმარებლის ქცევის შესწავლა. და რაღაც AI გააკეთეს, რომელიც სწავლობდა და გათვლილი იყო, რომ ამოეცნო ფეხმძიმე ორსული ქალბატონები, რომ შესაბამისი შეთავაზებები გაეკეთებინა. და ისეთი ის დააიდენტიფიცირა ფაქტი, რომ ხშირად მე ამაზე ხუმრობდნენ, რომ შეიძლებოდა ისეთი ადამიანის იდენტიფიცირება მოეხდინა, რომელსაც თვითონაც არ იცოდა იყო თუ არა ორსულა და ამისთვის გაეგზავნა მე მარკეტინგული შეტყობინებები, ან რაიმე შეშლო და ისი აღმოჩნდა, რომ ეს AI კარგად იყო გაწვრთნილი და მართლა სწორად მუშაობდა, მაგრამ არის ცდომილებების რისკიც რა. ხოთროს ეგ არის ცალკე კიდე საკითხი, რომელიც აუცილებლად მინდა რომ თქვენთან ერთად გავიარო, განსაკუთრებით AI-ის მიმართულება. თეოს მინდა მიმართო. თეო ყოველდღიურად ფაქტიურად გააქვს საქმე ორგანიზაციებთან, მოყავს შესაბამისობაში რეგულაციებთან და ასე შემდეგ, ხო? ანუ რა სიტუაცია გვაქვს დღეს რეალურად? აი, რეალური სურათი მინდა რომ ვანახოთ დღეს საზოგადოებას, რა ხდება დღეს ბაზარზე. მოგესალმებით პირველ რიგში. რეალურად ვიტყოდი, რომ კომპანიებისთვის ეს უფრო არის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესრულება. ამ ეტაპზე ეს ვფიქრობ, რომ გამომდინარეობს მომხმარებლიდანაც ცნობიერება არ არის ჯერ გაზრდილი საზოგადოებაში, თუმცა ვფიქრობ, რომ საკმაოდ გვაქვს ამ მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯები ბოლო 2 წლის განმავლობაში. კომპანიისთვის ეს ძირითადად მაინც დამატებით ხარჯად და ტვირთად შემოდის. თუმცა მნიშვნელოვანია ის გააზრებაც, რომ რამდენად მნიშვნელოვანია, რასაც არ უნდა ყიდდე ბაზარზე იქნება ფინანსური პროდუქტი თუ სამომხმარებლო პროდუქტი, ძალიან მნიშვნელოვანია გენდობოდნენ მომხმარებლები. ეს ნდობა ცალსახად დამოკიდებულია პერსონალური მონაცემების
დამუშავებაზე, მათ უსაფრთხოებაზე. თუმცა მიდგომა მაინც არის. მიდგომა მაინც კი. მიდგომა ამ ეტაპზე მაინც არის უფრო ვალდებულების შესრულება იყოს შესაბამისობაში კანონმდებლობაში. ეს ალბათ დროთა განმავლობაში რაც უფრო გაიზრდება მომხმარებლების ინტერესის ადმიდის ჩემი მონაცემები, რა იცის ამა თუ იმ კომპანიამ ჩემ შესახებ, კომპანიის ინტერესიც უკვე გაჩნდება არა მხოლოდ შევასრულო კანონით დაკისრებული ვალდებულება, რაც უბრალოდ ხარჯია ჩემი ბიზნესისთვის და სხვა არაფერი ბენეფიტი არ მოდის, უკვე მიხვდება რომ ეს მნიშვნელოვანია გაყიდოს პროდუქტი ამისთვისაც. ვფიქრობ რომ ამ მიმართულებით ახალმა კანონმა რაღა ახალია 2 წელია უკვე რაც ამ კანონის რეგულაციის ქვეშ არის კომპანიები. ვფიქრობ რომ მაინც შეცვალა აღქმადობა. იმ კუთხით რომ პირობითად software developer-ები ცდილობენ რომ თავისი სოფტები მაქსიმალურად მოიყვანონ შესაბამისობაში, იქ კონდეთ უსაფრთხოების ზომები დაცული თავიდანვე, იმისთვის რომ შემდეგ უფრო მარტივად გაყიდონ, ანუ ბიზნეს უფრო მარტივად მიყიდონ თავიანთი პროდუქტი, software-ები. ამდენად ვფიქრობ მაინც რომ ვითარდებით. თუმცა ჯერ ბევრი გვაქვს კიდე სამუშაო მიმართულებით. აი განსაკუთრებით ისიც ვინ მაინტერესებს პატარა ონლაინ მაღაზიები მაგალითად, ხო, რომელსაც აქვს, არა აქვს ახლა რაღაც დიდი შეკვეთები და ასე შემდეგ. ხო, ის ადამიანები დიდი ალბათობით და ზუსტად ვიცი, საერთოდ არ ფიქრობენ ამ მიმართულებაზე, საერთოდ არ ფიქრობენ ამაზე, ამ მონაცემების დაცვაზე და ასე შემდეგ. ალბათ არავის არც ეკითხება ამ ყველაფრის შესახებ, შეიძლება არც აქვს ასე ვთქვათ ინფორმაცია. და იმედია ეს ჩვენი ეთერი იქნება სასარგებლო როგორც საზოგადოებისთვის, ისე ბიზნესისთვის. ხო, და აი ამ შემთხვევაში აი ბიზნესზე გავამახვილოთ უფრო ყველა. აი e-commerce-ის ნაწილი შემოიტანეთ ახლა თქვენ და ძალიან საინტერესოა მაგ კუთხით, იმიტომ რომ e-commerce-ის მთავარი მახასიათებელი ეს არის, რომ მე ჩემს შესახებ ყველა მონაცემს ტოვებ ონლაინ. საცხოვრებელი მისამართის ჩათვლით. იუზერი, კი, საცხოვრებელი მისამართის ჩათვლით, იმიტომ რომ შემდეგ ეს პროდუქტი უნდა მომეწოდონ, არა მარტო საცხოვრებელი, შემიძლია ალტერნატიული მისამართები სამსახურის შესახებ მივაწოდო ხო მისამართი. ამდენად ამ ნაწილში თან არის საკმაოდ მცირე ბიზნესი, ასეთი ბიზნესები. მათთვის კიდევ უფრო სენსიტიურია ალბათ ეს ხარჯი, იმიტომ რომ ეს ხარ არის უბრალოდ დოკუმენტირება. ჩვენ დავწეროთ დოკუმენტები, დავწეროთ პოლიტიკები, პროცედურები, ან თუნდაც კონფიდენციალურობის შეტყობინებები. ამას თან უნდა ახლდეს რიგი ღონისძიებები, ხო? რეალურად პრაქტიკაში დავიცვათ მომხმარებლის უფლებები. ამდენად ძვირია ეს ყველაფერი თეო. აი პატარა e-commerce-ი ვახსენეთ, ხო? რომელსაც რეალურად შეზღუდულია გარკვეულწილად რესურსები, ხო? თუნდაც ხელმისაწვდომობა მათთვის გარკვეულწილად შეზღუდულია თუნდაც ისეთ ძვირადღირებულ სოფტებზე და ასე შემდეგ. აი მათ შემთხვევაში, ხო, ანუ როგორ უნდა მოიქცეს ესეთ შემთხვევაში ეს e-commerce რა, ანუ აუცილებლად უნდა მიმართოს ანუ რეგულაციებს და უნდა დაექვემდებაროს ამ ყველაფერს, მაგრამ რამდენად დიდ ხარჯთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული რეალურად? მე გიპასუხებ, ხო, მოკლედ კომერციული მხარე ჯონის. არა, მაღაზია არ მინდა აქცენტის გაკეთება, უფრო აქცენტის გაკეთება მინდა რაზე. რა არის ძვირი? საწყის ეტაპზე რაღაც გავაკეთო თუ რა უფრო ძვირი მიჯდება, როდესაც მიდგება პრობლემა და აქ პრობლემა ზოგადად ჩვენ სფეროში, უსაფრთხოების სფეროში და მოდი ჩვენი მიმართულება მონაცემთა დაცვა კი არის მიმართული ადამიანის უფლებების დაცვაზე და ადამიანის უფლებების დაცვისთვის ორი რაღაცა ხო აქტიური მოქმედებებით მანამდე რაღაცის პრევენციას ვახდენთ. ეს არის უსაფრთხოება. უსაფრთხოების შედეგს სამწუხაროდ რთულად ზომავ რა. თუ ინციდენტი არ ხდება, ანუ პრობლემა არ მიდგება, ან ძალიან კარგად მუშაობ, ან უბრალოდ ეს პრობლემა ჩემამდე არ მოსულა, არ დამდგომია ყოველდღიურობაში საჭიროება და როცა პრობლემა დადგება, მე ხვდები, რომ თურმე კატასტროფა მაქვს აქ. ისეთი სფერო არის პატარა კომპანიას, არ აქვს მნიშვნელობა კომპანიის მოცულობას და უსაფრთხოებაში არის ესეთი სტანდარტი, რომ ბაზარზე ხელმისაწვდომის საშუალებებით და არსებული რისკების გათვალისწინებით რაღაც ბალანსი უნდა ვიპოვო. რა რისკია ჯერ უნდა გავიგო და იმის შესაბამისი უსაფრთხოების ზომა გამოვიყენო და ბუნებრივია ჩვენი კომპანია, ჩვენაირი კომპანიებიც ითვალისწინებენ ამას, როდესაც მომსახურებას ყიდიან, ხო? აი, მაგალითად, სტარტაპისთვის, პატარა კომპანიისთვის ღირებულება განსხვავებულია, იმიტომ რომ სირთულეც, ინფრასტრუქტურაც არის შედარებით ნაკლებად კომპლექსური. მარტივით ხო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ
შემხედრია მაგალითად პატარა კომპანიამ, რომელსაც რაღაც ძალიან ჩახლართული ის ხო კატასტროფა ხდება უცებ რომ შეისწავლი იმდენი სერვისი არის დაკავშირებული ერთმანეთს, რომ მონაცემთა ნაკადები არის ყველა 360 გრადუსით გაშლილი და ხშირად ძალიან სამწუხაროა რომ ხშირად თვითონ პროდუქტის მფლობელსაც კი უჭირს სწორად დააიდენტიფიციროს ეს ნაკადები როგორი არის, ხო? და ეს რასთანაა დაკავშირებული? მე რომ ბევრი წყარო მაქვს ინფორმაციის მიღების, ინფორმაციის გადაგზავნის, გადაცემის, ამ მონაცემის ასლს ვლექავ ბევრგან. ისე რომ საერთოდ არ ვიცი მათი არსებობის შესახებ, რა, იმიტომ რომ არ მიფიქრია დროულად. და არის ახლა იმაში, რა ქვია, კიბერუსაფრთხოებაში ერთ-ერთი მიმართულებაა, ეს არის open source intelligence-ის საჯარო წყაროების შესწავლა. და ჩემი დაუცველი არხებით, არასწორად დაწყობილი პროდუქტით, უბრალოდ უყურადღებოდ დატოვებული მონაცემებით, იმხელა კვალს ვტოვებ მე, რომ ეს ინფორმაცია ძალიან მარტივად შეუძლია იპოვონ და გამოიყენონ, იმიტომ რომ ფაქტობრივად საჯაროდ ხელმისაწვდომს ვხდი ამას. და მე მქონდა პრაქტიკაში ერთი საინტერესო შემთხვევა, აქვე გავაგრძელებ, ოღონდ მართლა საინტერესო, იმიტომ რომ მანამდე მეც არ მიფიქრია ამაზე და ალბათ იმათ ნამდვილად არ ვფიქრია, ვისაც ეს დაემართათ. მოკლედ ერთ-ერთმა ორგანიზაციამ აწყო ვებგვერდი სხვისი დაკვეთით, ანუ სხვამ დაუკვეთა, აუწყო ვებგვერდი და მისცა. ამ ვებგვერდზე იყო განთავსებული ინფორმაციები და ეს პროაქტიულად იდებოდა, რომ ეს იქ მივიდა, ამან ეს გააკეთა და ასე შემდეგ. მოკლედ რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია. და ერთ-ერთი მოქალაქის განცხადება იყო თხოვნით, რომ წაშალეთ ჩემი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა კონკრეტულ ადგილზე ამ კონკრეტული ადამიანის ყოფნას. იმათმაც როგორც პასუხისგებლიანმა ორგანიზაციამ უთხრა, რომ კი ბატონო, ქალბატონო, თქვენ შესახებ ინფორმაციაო წავშალეთო. მე ეს ქალბატონი ადგა თავის სახელდაგვარი დასერჩა Google-ში და ისევ news აგდებს. ზუსტად იმ ინფორმაციას აგდებს, იგივე screen, იგივე ინფორმაცია, უბრალოდ საძიებო ველში როცა ამოაგდო, მთლიანად სტატია არისო, რო აკლიკებ, მე გეუბნება, რომ კონტენტი წაშლილია. დავიწყეთ მოკვლევა და რა აღმოჩნდა რა, რომ როცა ვებგვერდი დებს ინფორმაციას, Google-ის ძებნის მანქანები აკითხავენ, წაიღებენ ამ ინფორმაციას საჯარო წყაროებში, განათავსებენ, ოღონდ ამას ისე ქონდა ეს ოპტიმიზებული, ისე ქონდა ვებგვერდი აწყობილი და კონფიგურირებული ვებსაიტი, რომ წაშლილ ინფორმაციაზე Google-ის საძიებო მანქანები აღარ აკითხავდნენ და განახლებას არ ახდენდნენ შესაბამისად. ეს რა ესეთი ტერმინი შემოვიდა GDPR-დან ჩვენ კანონმდებლობაში, ქართულად ძალიან დიდი სახელი ქვია, მართლა არ მახსოვს და ბოდიში მაყურებელთან, ეს არის privacy by design, privacy by default პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ ეხა ქართულად ვიტყვი, მაინც არ გამოდის. პროდუქტის შექმნისას უნდა გავითვალისწინო კონფიდენციალურობის პარამეტრები დასაწყისშივე. ამაზე უნდა ვიფიქრო, წარმოვიდგინო მე დიზაინში როგორ იქნება და გავაკეთო და აი ამ შემთხვევაში, ამ ვებსაიტის აწყობის შემთხვევაში, რომ ეს პრინციპი დაცული ყოფილიყო, ამაზეც იქნებოდა ნაფიქრი. ოღონდ ეს ძალიან რთული არის რა, მე როდესაც ვარ დეველოპერი არ ვარ ვალდებული და ჩემი პროფესია არა ვიცოდე უსაფრთხოების ზომების შესახებ. მაგრამ თუ კარგი დეველოპერი ვარ და პასუხისგებლიანი, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულება არ არის, ეს უნდა ვიცოდე და გამოვიყენო პრაქტიკაში, რომ თქვენამდე სწორი პროდუქტი მოვიტანო. ხო? და ამიტომ უკვე შექმნილ პროდუქტზე მერე ცვლილებების შეტანა რთული არის გაცილებით, მოგეხსენებათ, ეხლა ხო უფრო ძვირიც არის და ბევრ მოქმედებასთან დაკავშირებულია, როცა შეიძლება მარტივად გადაიჭერს და დასაწყისშივე თქვა, რომ მოდი ამაზე ვიფიქროთ, ოდნავ მეტი დავხარჯოთ, ოდნავ მეტი და არა უაზროდ ძვირი, იმიტომ რომ რისკებთან სავსებით შესაბამისია ჩემი ეს მოქმედება და კარგი პროდუქტი მოგიტანოთ. თქვენ როგორც დამკვეთს, ან თქვენ როგორც მოქალაქეს და სწორი პროდუქტი მოგცეთ და აი იცოდეთ რომ კარგ პროდუქტს იყენებთ რა. მაგალითად ჩვენ რო კომპანია დავაარსეთ, ფიქრობდით რომელი პირობითად, აი ხა მე გეტყვით ჩემ მაგალითს, ძვირს ვიხდი, რომელი მეილი გამომეყენებინა, რამდენიმე ალტერნატივა იყო, მეილ სერვისი, ხო? და არის ერთ-ერთი პროტონის მეილი, რომელიც იყენებს კონფიდენციალურობის უფრო მაღალ ტექნოლოგიებს და მაგალითად შიფრაცია ბაზებში, მეილებში,
დალოქილი ინფორმაციის გაგზავნას, სხვავერ გახსნას, კარგი პროდუქტია და კარგ რაღაცაზე თან ქართული პროდუქტი არ არის შესაბამისად და მათი აი ეს კონფიდენციალურობის შეტყობინება რომ ნახოთ ან რაც კარგი პრაქტიკაა იმას ვიძახი გაოცდებით იმდენად დეტალურად აქვს ყველაფერი ჩამოწერილი და იმდენ საშუალებას გაძლევენ ანუ ხელსაწყოებს მომხმარებელს გაძლევენ რომ კარგად მართო ეს ყველაფერი შენთან დაკავშირებული ინფორმაცია. ბუნებრივია ღირს ძვირი. მე უნდა გადაწყვიტო ხა გიღირს ამის გადახდა. თუ არ გიღირს ამის გადახდა, მაგრამ რისკის ქვეშ დააყენო შენი პროცესები, რომ ოდესღაც და მე გავიხსენებ მეც იმ ვებგვერდის დასახელება, სადაც შეუძლია ნახონ მოქალაქეებმა თავის მეილს ჩაწერენ და ნახავენ რამდენჯერ არის მათი მეილი კომპრომატირებული, ან რამდენჯერ მოიპარეს სხვადასხვა რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში თვითონ აი მოქალაქემ ხარ ხო ანუ შეამოწმა და ნახა ეს ყველაფერი და უნდა რომ ამოიღონ ბაზებიდან უნდა რომ რაღაცა ანუ ცერტ აღარ მოხდეს მასთან კომუნიკაცია ანუ რა უნდა გააკეთოს ესე როლები რო გავინაწილოთ მე ვილაპარაკებ მოქალაქეს რა უფლება აქვს ამ დროს და მე თეო გვეტყვის აი მოქალაქის ეს უფლება აინტერესებს თუ არ და უნდა გაითვალისწინოს თუ არა ორგანიზაციამ ხო ესეთი ტერმინი გაჩნდა 2016 წელი იყო თუ არ ვცდები სტრასბურგის სასამართლო იყო ან ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო იყო გამოიყენა ტერმინი დავიწყების უფლება right to be forgotten და ამ თემას ეხებოდა ჩემი სამაგისტრო ნაშრომიც და კარგად ვისწავლე და წეღარაც მოყევი მაგალითად ხო იმ ვებსაიტზე ზუსტად დავიწყების უფლებას უკავშირდებოდა და ეს რას ნიშნავს რომ ყველა ადამიანს უჩნდება უფლება და აქვს უფლება რომ დაივიწყონ ის. რას თავის მხრივ წარმოშობს კომპანიების ვალდებულებას რომ დამივიწყონ. ეს პრინციპი აისახა ჩვენ კანონმდებლობაშიც და ესეთი სახელი აქვს რომ მონაცემების შენახვის ვადა და ძალიან არ მიყვარს ხოლმე ამ იურიდიული ტერმინოლოგიით საუბარი რაც კანონში წერია. უნდა იყოს განსაზღვრული. არ შეიძლება განუსაზღვრელი ვადით მონაცემების შენახვა. არის ეს განსაზღვრული პერიოდი? კი, არის განსაზღვრული პერიოდი, ოღონდ იქაც რაღაც არაადეკვატური რო არ ყოფილიყო, კანონი გვეუბნება ესეთ რაღაცას და კანონში გულისხმობ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონს, თუ ვინმეს დაინტერესებს რომ მოძებნოს. ესეთ რაღაცა წერია კანონში, რომ ვადა უნდა იყოს განსაზღვრული. ოღონდ რა თქმა უნდა, არც თქვენი როგორც კომპანიის ინტერესები არ უნდა დაზიანდეს და ეს რას ნიშნავს? იმ კანონში ვერავინ ვერ ნახავს ჩანაწერს, რომ სახელი და გვარი უნდა ინახებოდეს 2 თვით ან რაღაცა ვიდეო ჩანაწერი 3 წლით. ეგეთი რაღაცები არ წერია. წერია რომ მიზნებს უნდა შეესაბამებოდეს და კომპლექსური საკითხი არის. მე თუ აგროვებ ინფორმაციას ტელეფონის ნომრების შესახებ, რომ გავყიდო ჭიქები რაღაც. ამ მიზნისთვის რამდენი ხანი შეიძლება გამოვიყენო ტელეფონის ნომერი, რამდენი ხანი იქნება ადეკვატური, ხო და ჭიქა უკავშირდება რაღაც 2026 წელს გამართულ კონკრეტულ ღონისძიებას, რომელიც 2027 წელს აღარავის დაინტერესებს, თუ ამას რაღაც საკოლექციო ღირებულებას არ შეიძენს და რადგან ახლა გამიშდა ეს იდეა, დიდი ალბათობით ვერ შეიძენს ის ჭიქა ამ ღირებულებას. ამიტომ ის მონაცემი 27-ში დიდი ალბათობით აღარ დამჭირდება. და თქვენ როგორც მოქალაქეს მონაცემთა სუბიექტი ქვია ამას, მოქალაქეს გაქვს უფლება რომ მოხვიდე, მითხრა რომ თავი დამანებე, ჩემს შესახებ ინფორმაცია აღარ შეინახო და წაშალე. ამ მოთხოვნის დაყენების უფლება გაქვთ. მაგრამ ამავე დროს თუ კი ჩემი ეს მიზანი რის გამოც მონაცემი შევაგროვე უფრო ვრცელია და ხანგრძლივია და რაღაც ვალდებულებებს წარმოშობს კიდე კანონის წინაშე, სხვა პირების წინაშე, თუნდაც თქვენ წინაშე, რა თქმა უნდა, მე ამ მოთხოვნას ვერ დაგიკმაყოფილებთ. ანუ პირდაპირ კომუნიკაციით ფაქტიურად ვალდებულია ორგანიზაცია რომ მიიღო ზომები, ხო? ანუ თუ მოქალაქე აფიქსირებს რომ კი, ამის მივიწყეთ, ხო, თავი დამანებეთ. უნდა დაივიწყოთ, ხო, მაგალითად თქვა. ხო, ცოტა მინიმუმ უნდა გავაფრთხილოთ, რომ ვერ გივიწყებთ ჯერ-ჯერ. ოღონ ამ ეს უფლება გაქვთ, კი. ეს ანუ რაღაც ალბათ ტექნიკურ, ასე ვთქვათ, რაღაც საკითხებთან არის დაკავშირებული, ხო? ხო, აი ნახეთ, აი მოქალაქე გთხოვს, რომ წაშალეთ პირობითად ისევ ან e-commerce ან რაღაც ელექტრონულ. რა ხშირია ეს, პირობითად SMS ნუღა მიგზავნით, ხო? აი, ეს თავიდან სხვათა შორის ძირითადი შეტყობინებები გააქტიურდა ამ მიმართულებით, ნუღარ მიგზავნით SMS. ხო, შევიდა ახალი კანონი ძალაში, აღარ მინდა თქვენი შეტყობინება. მაინც რომ მოდის? ხო, მაინც ხო, რატომ მოდის, როდის დაგთანხმდით და ასე შემდეგ. თუმცა ეხლა უფრო მრავალმხრივი გახდა შედარებით მოქალაქეების მოთხოვნა და მათ შორის აქტიური არის ხოლმე, რომ წაშალეთ ჩემი იუზერი.
დამიდასტურეთ, რომ ჩემ შესახებ ინფორმაციას აღარ იყენებთ, აღარ ფლობთ და წაშლილია. ამ დროს მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სექტორი. მაგალითად, ფინანსურ ინსტიტუტებს თუ კითხავს მომხმარებელი, წაშალეთ ჩემი აი, მაგალითი რო ავიღო თეობოდიში რა, წარმოედგინე რომ ბანკის წარმომადგენელი ხარ შენ და მე მოვედი და კანონში ხომ მაქვს უფლება რომ მოვითხოვო რაღაც ისე, ჩემი სესხის ისტორია წაშალე. მიმდინარე სესხზე. სესხიც წამიშალეთ. ხო რა, ხო იქ მოიცავს რა. დაიტოვეთ და სესხი წამიშალე. სესხი წამიშალე გეუბნები და ეს მე თან გთხოვ რომ ეს არის ჩემი უფლება, კანონში წერია აგერ მუხსეც გითითებ რაღაცა და დასაბუთებულ განცხადებას გიგზავნე რომ წაშალო ინფორმაცია. AI-ის დავაწერე. AI-ის მივეცი ჯერ ინფორმაცია. აბსურდი იქნება, ხო? წაშლით. ხო, აი მაგაზე გადავდიოდი ახლა. გაიჩნია. ანუ ეს ძალიან სპეციფიური საკითხია ჩემი აზრით. პირდაპირ შემიძლია კითხვა. ხო, ანუ მაგას ვერ წავ, მეც მგონი. არა, კარგი მაგალითია. მაგრამ ძალიან სპეციფიური საკითხია რა. მაგიტო, აი, ვერ წავშლი, იმიტომ ვერ წავშლი, რომ მე კანონმდებლობა მავალდებულებს მინიმუმ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების ხელშემშლელი ღონისძიებების შესახებ კანონი რაც გვაქვს, ის გვავალდებულებს, რომ მინიმუმ შევინახო 5 წლით თქვენი მონაცემები. ალბათ ჯანდაცვაც, ხო, რაღაც. ჯანდაცვაც, კი ბატონო. ასევე ისევ მცირე ბიზნეს და e-commerce რა დაუბრუნდეთ. ისიც სახელშეკრულებო ურთიერთობაშია შესული მყიდველთან, მაშინ როდესაც მის წესებს და პირობებს ეთანხმება, რეგისტრირდება და მისგან ყიდულობს პროდუქტს. ამდენად რომ წაშალე ჩემი მონაცემები არ გულისხმობს იმას, რომ შემოდის პირდაპირ ვალდებულება ჩემთან როგორც კომპანიასთან, რომ მე ეს აუცილებლად დავაკმაყოფილო. თუმცა კანონმდებლობა ამ ნაწილში მავალდებულებს, რომ ეს სწორი ამომწურავი და მისთვის გასაგები ინფორმაცია მივაწოდო. აი, მქონდა ერთ-ერთ ფინანსურ ინსტიტუტში შემთხვევა, რომ თხოვდა სუბიექტი მოქალაქე წაშალე ჩემი იუზერი და ჩემ შესახებ ყველა ინფორმაცია. მე ვუთხარი, რომ შემეძლო მაქსიმუმი რაც გამეკეთებინა, ეს იყო, რომ მის იუზერი გამხდარიყო დეაქტივიზირებული, ანუ მის მონაცემებს აქტიურ დამუშავებაში აღარ დავამუშავებდით, თუმცა მის მონაცემებს აუცილებლად შევინახავდი არქივში. თუმცა კომუნიკაცია ამ დროს წყდება, ხო? კლიენტთან. ანუ ყველანაირი მარკეტინგური კომუნიკაცია წყდება. მე მგონი ცოტა სხვა პერსპექტივიდან ხედავ და კომუნიკაციის შეწყვეტას ითხოვ რა. გულისხმობ რომ განმარტო ეს არ გულისხმობს მხოლოდ კომუნიკაციის შეწყვეტას კომპანიას და მომხმარებელს შორის. ეს საერთოდ გულისხმობს რომ შენ ხო ოდესღაც გამომართვი მონაცემები წაშალე დამივიწყე, ანუ მე შენთვის აღარ ვარსებობ რა, უნდა გააქრო ყველაფერი. მათ შორის კომუნიკაციაც დაივიწყე. ხო, მათ შორის კომუნიკაციასაც ვერ განვახორციელებ, ბუნებრივია, მაგრამ საერთოდ აღარ არის ჩემ შესახებ ინფორმაცია შენთან. თუმცა ამ დროს შეიძლება მაგალითად დაიწყოს გაყიდვების კამპანია და დაიწყოს ესეთი დეაქტივირებული კლიენტების აქტივაციის კამპანია. ხო და მე აი მან შეიძლება ვერ უნდა დაიწყოს. ნახეთ, ეგ უკვე აქტიური დამუშავება. მე თუ ჩემ არქივს და უკვე დეაქტივიზირებულ მომხმარებლებს კვლავ ვამუშავებ იმისთვის, რომ რაღაცნაირად ისევ ეს გავააქტიურო ეს ხალხი. გამოდის, რომ მე მონაცემებს ისევ ვამუშავებ. ოღონ ამ შემთხვევაში არქივში რატო ინახავს, იცით? ანუ არქივში შენახვა კი არ არის მიზანი. სამართლებრივი ვალდებულებები აქვს მომხმარებელთან. მე რო რაღაც მოქმედებები განვახორციელე, რაც სამართლებრივ პასუხისმგებლობებს, უფლებებს და ვალდებულებებს წარმოშობს, იმას მტკიცებულება უნდა გქონდეს, რომ დაასაბუთოს რაღაც პერიოდის განმავლობაში, რომ ამ მომხმარებელმა მე რო მინიმუმ 3 წელი ავიღოთ სამოქალაქო კოდექსთან გამომდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობის დავებზე, ხო? მინიმუმ ხანდაზმულობის პერიოდში მტკიცებულება უნდა გქონდეს, რომ მე რო რაღაც ოპერაცია შევასრულე, მასთან სწორი იყო თუ არ იყო სწორი. ამიტომ ვერ წაშლის მტკიცებულებას გააქრობს და ის ჩემი ინტერესების დასაცავადაც. თორე რაღაც ვადის რაღაც ვადის შემდეგ ისიც კი უნდა წაშალოს. ძალიან საინტერესო кейსი იყო 1984 წელს ხდება ეს. 1900 რამდენი წლის წინ იყო ვერც ვითვლი. ბევრი. იმიტომ მე ჩემს აქ ხდება პარალელურად. 84 წელს ბრიტანეთში მოხდა ესეთი შემთხვევა, რომ პოლიციამ შეაგროვა 2 მოქალაქის დაქტილოსკოპიური და დნმ მონაცემები. ბაზაში როგორც ბრალდებული პირებისა, დანაშაულში ბრალდებული პირებისა. მე წავიდა პროცესები, დადგინდა რომ ეს ახალგაზრდა ყმაწვილები იმ დროისთვის უდანაშაულოები იყვნენ, შესაბამისად ბრალდებულების სტატუსი მოეხსნათ, ანუ გაამართლეს. ხო, გაამართლეს, დანაშაული არ ქონდათ ჩადენილი, მაგრამ ამათი მონაცემები დაიტოვეს ბაზაში როგორც
ბრალდებული პირების მონაცემები და იმ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაობდნენ მაგაზე რომ ჩემი მონაცემიო იქ იმ ბაზებში არ უნდა დაეტოვებინა სახელმწიფოსო და მაშინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რომ სახელმწიფომ დაარღვია მათი უფლებები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და თქვა რომ კი არ უნდა შეენახა ამათი მონაცემები და ეგაა სწორედ დავიწყების უფლება და ამ უფლების რეალიზების მაგალითი და პირველად ეს ტერმინი რაზეც დაიწყო საუბარი იყო ესპანეთში кейსი იყო ერთ-ერთ მოქალაქის შესახებ ჟურნალმა დაბეჭდა ინფორმაცია რაღაც თაღლითობა ჩაიდინა თუ რაღაც კონკრეტული ფაქტი არ მახსოვს დანაშაულს უთითებდა და 30 წლის შემდეგ ეს ინფორმაცია კიდე იძებნებოდა Google-ში და მაგას ითხოვდა იმ ჟურნალისტგან რომ წაშალე ეს ინფორმაცია რელევანტური აღარ არისო მიზანი ამოწურაო და Google-საც თხოვდა რომ შენც წაშალეო ჰერნანდესი იყო გვარი არ მახსოვს Google-ის წინააღმდეგ იყო ეგ кейსი და მაშინაც თქვა სასამართლო რომ კი ჟურნალსაც უნდა წაეშალა და Google-საც უნდა წაეშალა იმიტომ რომ მიზანს ამოწურავდა ოღონდ Google-ს ეს როგორღაც უნდა გაეგო და ჩვენი კანონი ესეთ ვალდებულებას წარმოშობს რომ მხოლოდ მე კი არ ვშლი ინფორმაციას ნახესაც შეიძლება დავარღვიო კანონი საინტერესოა მე რომ წავშლი პირობითად რა ვარ კომპანია ვარ მაქვს ის რა ქვია აი წეგან ტრეკინგ აპლიკაცია რო ვთქვი იმ ტრეკინგ აპლიკაციაში ხო შენინებით რეგისტრირდები და მეუბნები რომ თანხმობას გაძლევ რომ ესენი დაამუშავო დავამუშავე და მთხოვ წავშალო ამას რო წავშლი ვალდებული ვარ ყველა პირს რომელმაც ჩემგან მიიღო შენ შესახებ მონაცემები მოთხოვ ამ მონაცემების წაშლა და მე თუ იდენტიფიცირებული არ მყავს ეს წყაროები სად გავშალე აი მაგალითად წეგან რომ მოვყევი ვებსაიტზე ქალბატონმა რომ მოითხოვა მონაცემების წაშლა იმ კომპანიას წარმოდგენა არ ქონდა Google-ს მიქონა მოკონა არ იცოდა ნორმალურია ხო არ იცოდა ის მონაცემი სად გაიჟონა გაჟონვა კი არ იყო მაგრამ მათთვის ეგრე იყო სად წავიდა და სად დაინეკა და შესაბამისად ვერც ვერავის ვერ მოსთხოვდა ამ ინფორმაციას რო წაეშალა და დღეს არ ვიცი ხა ნებისმიერი სისტემა რო ავიღოთ გამარტივების მიზნით cloud-ი გადასარევი საშუალება არის რა და cloud-ს კიდე შესაბამისი მართვა ჭირდება და კონფიგურაცია ჭირდება და სპეციალისტი ჭირდება რომ cloud-ში კარგი სერვისი ააწყოს ღრუბლოვან სისტემაში მე თუ ის კარგად მართული არ მაქვს და პირობითად Google-ის cloud-ს ვიყენებ ან Amazon-ის სერვისებს ვიყენებ და იქ დავტოვე მონაცემები რა ვიცი მე წავშლი მაგრამ იქ დარჩება ხო შეიძლება არ ვიცოდე რომ დარჩა რა ამიტომ ძალიან კომპლექსური საკითხია ძალიან და წევანდელ შეკითხვას რო დავუბრუნდე ცუდი სიტუაცია იყო 2 წლის წინ და ცუდი რა კანონით გათვალისწინებული ვალდებულება დაღიქვამდა ხალხი იყო კიდეც 2 წლის შემდეგ ეს ვალდებულება უფრო გამძაფრდა იმიტომ რომ ახალი რედაქცია შევიდა კანონის ძალაში რომელიც რეალურად 2013 წლიდან არსებობდა და იმ ვალდებულებებზეც კი არაფერი იცოდა ხალხმა 2013-დან რო ქონდა და გაიგეს 2024-ში და უი ეს ხო ახალი ვალდებულება არისო არ არის ახალი ვალდებულება იყო უბრალოდ ახალი ინფორმაცია იყო არ კონტროლდებოდა შესაბამისად დიდი ალბათობით ხო ეს სურათი როგორ შეიცვალა და რა დავინახეთ პრაქტიკაში მოკლედ ჩვენ რომელ კომპანიასაც ვემსახურებით ყველაზე დიდი რისკი ზოგადად ვთვლით რომ არის და მარტო ჩვენი იდეა არ ყოფილა ესეთ გენიოსები ვერ ვართ შიდა ინსაიდერები ქვია თანამშრომლები შიდა წყაროები ზოგადად ადამიანური შეცდომა არის ყველაზე დიდი რისკი და მესამე მხარეები იმიტომ რომ მესამე მხარე ჩემგან დამოუკიდებლად და მესამე მხარეა ნებისმიერი კონტრაქტორის სერვის მაწვდის რაღაც მემსახურება და ასე შემდეგ. ხო, ამას ვერ აკონტროლებ მესამე პირს რა. ის შეიძლება დამოუკიდებლად გახდეს შემოწმების ობიექტი და ამან გავლენა მოახდინოს შენზე. ამიტომ ესეთი პრაქტიკა დავამყარეთ და დავამკვიდრეთ და ასე მივიდიოთ რომ სანამ მესამე პირთან დავკონტრაქტებით მის მომსახურებას, მის უსაფრთხოებას ვსწავლობთ და ვაფასებთ. და მე ვთხოვთ რაღაცები შეასრულოს კანონის შესაბამისად. და მე მივხვდით რომ ეს რაღაც ეტაპზე წინ დავხვდა უკვე რა და მომზადებულები მოდიან. ჩვენ მათ შორის ვემსახურებით ესეთ ადამიანებს, კომპანიებს, ვინც თავის სერვისს ყიდიან და კარგად რო გაყიდონ და სწორი რო იყოს მათი სერვისი. ასეთი პრინციპი გვაქვს რომ დოკუმენტების, მტკიცებულებების, ინფორმაციების პაკეტია გაკეთებული და ის თუ თავის სერვისის გასაყიდად მიდის, შენ გიმტკიცებს მტკიცებულებებს, გაძლევს რომ აი მე ეს მაქვს გაკეთებული. კონფიდენციალურობის ნაწილში, მონაცემთა უსაფრთხოების ნაწილში, თან გეუბნება რომ აგერ მე შენი მოთხოვნისგან დამოუკიდებლად
ვიღებ მონაცემების დაცვის ვალდებულებას და გიფორმებ შესაბამის დოკუმენტს ხელშეკრულებასთან ერთად, რაც კანონით სავალდებულოა და ბევრმა არ იცის ეს. გეუბნება, რომ აგერ პენეტრაციის ტესტირების შედეგები მაქვს, აუდიტის შედეგები მაქვს და იმტკიცებულებებს გილაგებს. ამავე დროს ყავს იგივე სერვისის მომწოდებელი სხვა კომპანია, რომელიც ზეპირადაც ვერ გეუბნება, რა აქვს უსაფრთხოებისთვის მიღებული ზომები და არჩევანი შენზეა რამე. მოკლედ ტრენინგი გამოგვივიდა ძალიან მეტი ისე ყურადღებით გიხდი. ხო, იმედია გასაგები არის და რაღაც რთულენას არ არა, ძალიან საინტერესო აქცენტებს აკეთებ, რაც რეალობა არის დღეს რა და რაც რეალობაში. სხვადასხვა ბევრჯერ ვისაუბრეთ და ვთქვით, ვახსენეთ AI. ალბათ თქვენც ხედავთ, ხო? ახლა მარტო ჩვენ ბაზარზე არა, ხო? რაღაცა ისტერიულად იქნება ეს AI აგენტები. სხვათა შორის ანუ მცირე ბიზნესებმაც დაიწყეს ასე ვთქვათ ინტერესის გამოთქვა, ზუსტად იმ ბიზნესებზე მაქვს საუბარი, რომელზეც კითხვა დაგისვი. ხო, მაინტერესებს ანუ ამ შემთხვევაში ანუ AI-ის რეგულაციების თემაც მაინტერესებს, ხო? ანუ იმიტომ რომ AI რეალურად ანუ მარტო ასისტენტი არ არის ამ შემთხვევაში, ხო და კომუნიკატორი. ანუ ამ შემთხვევაში ჩართული არის გარკვეულ პროცესებში, ხო? პროცესებში იმ კუთხით, რომ რაღაც მონაცემებს კითხულობს ამ მონაცემს ამუშავებს, სადღაცას აგზავნის, სადღაცას ნიშნავს ვიზიტს პირობითად, ხო? და რა ხდება ამ მიმართულებით, აი, ვიცი, ვინც პასუხებს? მე დავიწყო ხო? დაიწყე ხო? ანუ ანალიტიკასაც აკეთებს, ეს აღარ არის უბრალოდ რაღაცა სოფტი, რომელშიც უბრალოდ ან რეგისტრირდები, ან რაღაც კონკრეტული ბიზნეს პროცესის გამარტივება გინდა. ანუ AI შეუძლია მონაცემები დაამუშავოს, გააკეთოს ანალიზი, გააკეთოს მისი სისტემატიზაცია და უკვე აქ შემოდის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დამუშავების პროცესი, რაც არის ავტომატიზებული გადაწყვეტილებები ან პროფაილინგი. ანუ პროფაილინგი გულისხმობს, რომ პირობითად დაახარისხოს გარკვეული დასწავლილი რაღაც დასწავლილი მითითებული ან დასწავლილი მითითებით გარკვეული კატეგორიებით დაახარისხოს რაღაც მონაცემები, ხო? ამ შემთხვევაში უკვე ადამიანის უფლებების დარღვევის რისკი კიდევ უფრო მაღალია. მას აქვს რაღაც მონაცემი ჩემს შესახებ, ის ახერხებს ამ ჩემი მონაცემის ანალიზს და მაქცევს რაღაც კატეგორიაში და იღებს გადაწყვეტილებას ჩემს შესახებ. ამიტომ აი აქ უფრო კიდე მეტი მოთხოვნა შემოდის და არა მარტო მოთხოვნა, როგორც მოქალაქეს ესე რო გიპასუხოთ, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდე რა გადაწყვეტილება მიიღო ჩემს შესახებ, თუნდაც ბანკმა რატომ მომცას ეს ღირა თუ არ მომცა, ხო? ანუ და როგორ მოხდა ეს პროცესი, რამდენად სამართლიანი იყო ჩემს შესახებ. ანუ ის აი რამდენად უსაფრთხოა, მაგალითად ეხლა რო დანერგოს კომპანიამ ეს AI ასისტენტი, ხო, აი ზუსტად აი ჩვენი ტექნიკურად გასაგებია, ძალიან მარტივია დღეს ამ ყველაფერის გაკეთება, ხო? ანუ მაგრამ აი იურიდიულად და რამდენად რეგულაციებში ექცევა ეს ყველაფერი. უფრო მეტი ვალდებულება გაქვს, ვფიქრობ, უფრო მეტი რისკი გაქვს და უფრო მეტი ვალდებულება. ვის აქვს ამ შემთხვევაში AI აგენტის შემქმნელ კომპანიას აქვს ამ შემთხვევაში თუ დამკვეთს? ორივეს. დამკვეთს რატო აქვს ახლა გეტყვი და რატო იყენებს და დამკვეთი რა? მოკლედ რეგულაციებს რო შევეხო, საქართველოში არ გვაქვს ნორმატიული აქტები AI-ის მომწესრიგებელი. მეტიც. სავარაუდოდ ჯერ. ზოგადად რამდენი წელია? 5 წელია ვიყო, თან ChatGPT ყველაზე ცნობილი ახალი გამოსული რო იყო და ქართულად პასუხს ვერ გცემდა და დღეს რაღაც დიაგნოზებს კითხულობს და იმას გაგოს პასუხს. ძალიან სწრაფად განვითარებადი არის. უზომოდ სწრაფად განვითარებადია და შეუძლებელია კანონმდებლობა დააწიო ამას ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში. მეტის ტერმინიზეც კი არაა შეთანხმებული არა მხოლოდ ქართული საქართველოში, არამედ არსად სოფლიოში AI რას ნიშნავს. რა არის AI, ხო რეალურად. თუ რაღაც მას მაძლევს ანალიტიკას AI-ა, მან გადაწყვეტილება გამოიტანა, რა გააკეთა, რატომ არის ხელოვნური ინტელექტი. ეგ ერთი პრობლემა. ევროკავშირმაცა და მიიღეს აქტი ევროკომისიამ AI-ის შესახებ, ოღონდ ზოგადი რეგულაციებია, რომ ეთიკური უნდა იყოს, ესეთი უნდა იყოს, ესეთი უნდა იყოს, ესეთი. რაღაც სპეციალური კანონი რო არ აწესრიგებს AI-ის გამოყენებას, ეს არ ნიშნავს, რომ სამართლებრივ რეგულაციას არ ექვემდებარება და რატო არ ექვემდებარება. წეღანი იკითხე გადაწყვეტილების მიღება, თეომაც პროფაილინგს გაუსვა ხაზი, თუნდაც მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობაში არის ესეთი ტერმინი, რომ მონაცემს რომელსაც დაამუშავებ, უნდა იყოს ზუსტი. მათ შორის უნდა დარწმუნდე, რომ შენ მიერ შექმნილი ხელსაწყო, პროგრამა, პროდუქტი, გადაწყვეტილებას როდებს ეს უნდა იყოს ზუსტი. და მე როგორც მომხმარებელს უნდა მომაწოდო ამაზე ინფორმაცია, ამ სიზუსტეს როგორ აღწევ, რა ალგორითმი ზოგადად აღმიწერო და მითხრა.
ამიტომ რეგულირებული არის კი და თუ ვინმე გონია რომ ეს რეგულირებული არა, არასწორია. მათ შორის წეგან ვახსენებ privacy by design by default პრინციპები. ეგეც უნდა გაითვალისწინო, კონფიდენციალურობის პარამეტრები თუ არ გაითვალისწინე, კიბერუსაფრთხოების პარამეტრები არ გაითვალისწინე, გადაწყვეტილების მიღების სიზუსტე და ცდომილების ალბათობა არ გაითვალისწინე, საშინელი პროდუქტი გაქვს და მე როგორც მყიდველს რავალდებულება მაქვს რა, ხშირად გეუბნება ასეთი პროდუქტის გამყიდველი, რომ არსად არაფერს არ ინახავს. შენ სისტემებზე ვაშენებ, ხო რა, შენ სისტემაზე ვაშენებ, უბრალოდ რეალურად ტექნიკურად შესაძლებელია, შენ სისტემაზე ვაშენებ უკვე ნასწავლ AI software და შიგნით მუშაობს ეს. და მან ერთი კითხვა არის ხოლმე რაღაც კრიტიკული და საკრარული, რომ სწავლობს AI, machine learning-ი აქვს ამას. Twin-ისადა, სწავლობს. Twin-ისადა. გეუბნება კი სწავლობს და როგორ სწავლობს? ბაზებიდან იღებს ინფორმაციას და იმაზე სწავლობს. სად მიდის ეს ინფორმაცია? ანუ სერვერი სად აქვს, სად მუშაობს ეს? ხო, მაგრამ იქ არ ინახება ეს. თუ სწავლობს, როგორ არ ინახება? ანუ თუ არ შეინახა და წაიკითხა და გადაამუშავა, როგორ არ ინახება, ხო? ეს იგივეა, სხვათა შორის ბევრჯერ შემხედრია, რომ ChatGPT-ს რაღაც მიმოწერა რო აქვთ ხალხს GPT-სთან, მერე შლიან და გონიათ, რომ ეს ანუ ეხლა თუ სმენელსაც მიმართავ თქვენს, ნახეთ და შეგიძლიათ გატესტოთ 21-ში ან 22-ში ქონდა data leak ChatGPT-ს კიბერშეტევა იყო, წაიღეს მეილები და პაროლები. რაღაც ინფორმაცია, პერსონალური მონაცემია ორივე, მეილის და პაროლიც, ხო, რა თქმა უნდა და ცუდი ისა რომ თუ ChatGPT-ზე მეილი და პაროლი მაქვს და არ ვარ ტექნიკურად ისეთი ან მეზარება, იგივე მქონდეს შეიძლება Facebook-ზე, Google-ზე და სხვაგან და მეტი რა უნდა გამოიყენებენ. ცდიან რატომ არ ცდი. ChatGPT-ს რო კითხო პერსონალურ მონაცემს ინახავ თუ არა, გეუბნება არა. ამავე დროს ახსოვს ძველი მიმოწერა, ხო? მე ესეც მითხრა რომ არა, მე ვკითხე რომ მეთქი გავრცელებული ინფორმაცია რომ 2021 იყო თუ 22 არ მახსოვს რომ ლიკი ქონდა ან მონაცემები გაიჟონა შენი ბაზებიდან და პასუხი დაწერა და ხო კი მართალს ბრძანებთ, ოღონდ ეს მხოლოდ მეილები და პაროლები იყო, ხო და ვინმე არის დარწმუნებული რომ სწორად პასუხობს პერსონალური მონაცემების დამუშავებას. ძალიან ბევრი კითხვაა ჯერ AI-ზე, მე მგონი. ძალიან ბევრი კითხვა. ხო, იცი რა არის აქ იმის კულტურაც არის, რა ეთიკური პროდუქტი ავაწყო, მაგის კულტურაც არის, თორე ხო შეიძლება რაღაც საშინელება შევქმნა მართლა. ან იდეა მქონდეს კარგი და ცუდი გამომივიდეს. როგორც ატომური არაღზე კარგი იდეით იქნებოდა და ცუდი რაღაცისთვის შეიძლება გამოყენება, ხომ? მაგრამ ყველას ვერ მოთხოვ რა თქმა უნდა რომ კარგი პროდუქტი ააწყოს. ზოგ საერთოდ არ აინტერესებს ადამიანის უფლებები, ზოგი უგულებელყოფს ამას და ზოგი თუ ფინანსურ სარგებელს მეც მიიღებს, საერთოდ არ აინტერესებს ეს საკითხი. ზოგი გატყუებს რომ კარგი პროდუქტი არის, ოღონდ როგორც კი ჩაეძიები, იქვე ხვდები რომ ოღონდ უნდა იცოდე როგორ ჩაეძიო და რა შეეკითხო. პირადად მომისმენია რამდენიმე ადგილზე ისეთი ტიპები ადამიანები საუბრობდნენ მონაცემთა დაცვაზე, როგორც თავს წარმოაჩენენ, როგორც პროფესიონალები, რომ დარწმუნებული ვარ საერთოდ არაფერი ამ მიმართულებით არ იცოდნენ, უბრალოდ ჭირდებოდათ და იმ მომენტში ამას იყენებდნენ. ხო და რთულია რა მეც რაღაც სერვისი ვიყიდო, აი რაში ვერ ვერკვევი, არ ვიცი, კატერებში, რომ კატერის ყიდვა რომ მინდოდეს, ვერ გავარჩევ რომელი კარგია, რომელი ცუდია, ხო და უნდა დაგიჯერო შენ როგორც კატერის გამყიდველს, რომელია კარგი, ან ChatGPT-ს კითხო. ხო. და ის თუ იმის გაწვრთნილი არის. მერე მანდა. მეც ვიყიდი ცუდ კატერს. სხვათა შორის ჯონი, მე მინდა რომ ჩვენ მაყურებელს რაღაცა ისეთ სიახლეს უთხრა, რომ ძვირფასო მაყურებლები, სხვათა შორის DPT Consulting-ი არ არის მხოლოდ დღეს სტუმარი. ჩვენ ყოველ ხუთშაბათს გავაკეთებთ და ჩაუღრმავდებით და დღეს გამოჩნდა რომ უნდა ჩაუღრმავდეთ ამ თემას და კიდევ უფრო რაღაც უფრო ისეთი პრაქტიკული საუბრები გავხადოთ. და DPT Consulting-ის და ასე ვთქვათ, აი Business Space-ის ერთობლივი ასე ვთქვათ, აი ეს გადაცემა ყოველ ხუთშაბათს გავა 6 საათზე. მე მინდა რომ ჯონი პატარა რაღაც ისეთი ანონსის გავაკეთოთ, ხო? ანუ რას უნდა ელოდოს რეალურად ჩვენი მაყურებელი და მათ შორის რადიო მსმენელიც, რომელიც სხვათა შორის მაგ დროს იქნება ხოლმე აუცილებლად საცხოვრებში, თბილისის საცხოვრებში. და თან მინდა რომ ორი სიტყვით კიდევ ვთქვათ, ანუ ზოგადად, ანუ ამდენ საკითხს შევეხეთ რა და ანუ თქვენ ხარ ზუსტად ის ორგანიზაცია და მე შემიძლია თან ვთქვა რომ ლიდერი ორგანიზაცია ბაზარზე, თავის ძალიან სერიოზული მიღწევებით, საერთაშორისო მიღწევებით, ხო? მინდა რომ ამ ყველაფერზე ვისაუბროთ რა. ეხლა აი ორიოდე სიტყვით რომ შევაფასოთ ეს ყველაფერი და დავაანონსოთ რა გველოდება წინ ყოველ ხუთშაბათს. სიამოვნებით, მეგობრებო.
პირველ რიგში ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს საშუალება მოგვეცანა, ეს იდეა ყოველთვის ქონდა და მე მქონდა ყოველთვის იდეა, რომ როცა როდესაც იურისტები მესაუბრებოდნენ, საუბრობთ ერთმანეთთან, არის აბსოლუტურად გაუგება. რაღაც. აბა სხვა როგორ გაგიგებ? ხო და სულ ეკონდა სხვა როგორ გაიგებს რა, როცა მეუბნები რომ მონაცემთა სუბიექტმა უნდა მიმართოს დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს, რა გინდა, რაზე მესაუბრები, ხო და ეს დანაკლისი მქონდა ხოლმე ყოველთვის. და იდეა რა იყო, რომ ადამიანებს, კომპანიებს მათთვის გასაგებ ენაზე, გასაგები ფორმით სასარგებლო ინფორმაცია მივაწოდოთ. არა ის თუ კანონში რა წერია, ის რატო წერია კანონში და რა გავლენას ახდენს რეალურ ცხოვრებას და რადგან საცობში შეიძლება იყვნენ, ეს შეიძლება ეხებოდეს საგზაო უსაფრთხოებას, საგზაო მოძრაობის წესებს და ცხოვრების ყველა ეტაპისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ხო? მე ვფიქრობ, რომ მივართავ კიდევ რომ დაგვიკომენტარო სტუმრებით თან. აუცილებლად ანუ ხო, სტუმრებიც აუცილებლად რა სხვა ინდუსტრიიდანაც იქნებიან და კომენტარები დაგვჭირდება რა ჩვენ რომ აი რაღაცა დაგვეხმაროს აუდიტორია იმისათვის რომ ჩვენ თუნდაც კი ინტერესების განსაზღვროთ ანუ ზოგადად მივხვდეთ საზოგადოებაში რა ინტერესია კონკრეტული საკითხის მიმართ ხო მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა დღეს რა ვიცი რამეს თუ დაამატებდით სიამოვნებით იმედია სასარგებლო აღმოჩნდება ჩვენ კი ვიცით რომ საჭირო არის მაგრამ საჭიროება უნდა დაინახონ და სასარგებლო გვაქვს ჩვენ რა ანუ რაღაცა ისეთი საგანმანათლებლო მიმართულებაც გქონდეს სასარგებლოს კი ჩვენ გარშემო ალბათ ისწავლიან სურვილი ვისაც აქვს და ვიციან კიდეს და ზუსტად ეგეთი განსწავლული კონკრეტულ საქმეში პროფესიონალი ადამიანები გვეყოლება სტუმრად რომლებიც ჩვენთან ერთად ან კანონის ჩანაწერს წავიკითხავთ და განმარტავთ რას ნიშნავს ან ხო რეალურად სასარგებლო ინფორმაციას მოგაწვდით. მოკლედ მე მიმართავ ჩვენს ბიზნესს ასე ვთქვათ საზოგადოებას რომ თუ დღევანდელმა ჩვენმა ესეთმა პირველმა პოდკასტმა გააჩინა საინტერესო კითხვები ამ მიმართულებით მონაცემთა დაცვა შენახვასთან და ზოგადად უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ნუ DPT კონსალტინგი არის ის ზუსტად ის გუნდი ყველაზე გამოცდილი ამ შემთხვევაში ბაზარზე რომელიც უშუალოდ ასე ვთქვათ იღებდა მონაწილეობას თუნდაც ამ კანონის შემუშავების პერიოდშიც კი და მოკლედ ანუ შეუძლია მიმართონ ამ კომპანიას რაც შეეხება ახლა დღევანდელ დღეს ნუ ეს კითხვა ჩვენი ჰედლაინი დარჩა ეს კითხვა და მე მგონი ამ კითხვას კიდე გამოვხსენებ. ჩვენი მონაცემი ჩვენია თუ უკვე აღარ არის ჩვენი რა. ჩვენი მონაცემი არის ჩვენი, მაგრამ ჩვენივე დაუდევრობით ხდება სხვისი. ფანტასტიკური გამონათქვამი rilsისთვის. და კიდევ სხვისი უპასუხისმგებლობით კიდევ უფრო ბევრი სხვისი ხო. მოკლედ მეგობრებო ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო ასე ვთქვათ ეს პერიოდი გავატარეთ და ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო თემებზე. გაუმარტივეთ იმ ხალხსაც ალბათ რაღაც საცობებში დგომა და უფრო საინტერესო გავხადეთ. მე კი ამით დაგემშვიდობებით, უკვე სამშაბათს შევხვდებით ძალიან საინტერესო თემით, რომელსაც დავანონსებთ წინასწარ. მოკლედ ეს იყო Business Space-ი, სერგო ოსოჯანიშვილთან ერთად, ჯონი ჩონიაძესთან ერთად და თეო ჩაპოძესთან ერთად. დაგემშვიდობებით.